დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ბრუცელოზი არის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბრუცელას გვარის ბაქტერიებით. იგი აზიანებს სხვადასხვა სახეობის შინაურ და გარეულ ცხოველებს, ასევე ადამიანებს. ზოონოზური დაავადება. ბრუცელოზი ხასიათდება რეპროდუქციული ორგანოების დაზიანებით, რაც იწვევს აბორტებს, უნაყოფობას და სხვა გართულებებს. დაავადებას დიდი ეკონომიკური ზარალი მოაქვს მეცხოველეობისთვის. დაავადების გამომწვევი მიზეზები და ეპიდემიოლოგია. გამომწვევი. ბრუცელოზის გამომწვევია ბრუცელას გვარის ბაქტერიები, რომლებიც გრამოარყოფითი კოკობაცილებია. ბრუცელოზი გადაეცემა შემდეგი გზებით: პირდაპირი კონტაქტი, ინფიცირებულ ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტი, განსაკუთრებით მშობიარობის დროს ან აბორტის შემდეგ. ინფიცირებული მასალები, დაბინძურებული საკვები, წყალი, ნიადაგი, საწოლები და სხვა საგნები. აეროგენული გზა, ინფიცირებული აეროზოლების შესუნთქვა. სქესობრივი გზა, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია. ვერტიკალური გადაცემა, დედიდან ნაყოფზე, საშვილოსნოში. რისკის ფაქტორები. ჰიგიენის დაბალი დონე მეურნეობაში. ახალი ცხოველების შემოყვანა კარანტინის გარეშე. არასათანადო ვეტერინარული კონტროლი. დაუბალანსებელი კვება და სუსტი იმუნიტეტი. გადატვირთული სადგომები. ბრუცელოზით შეიძლება დაავადდნენ შემდეგი ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ძროხა, ხარი, ცხვარი და თხა, ღორი, ძაღლი, ირემი, ბიზონი. ზოგიერთი სხვა სახეობა. სიმპტომები განსხვავდება ცხოველის სახეობის, ასაკისა და ინფექციის სტადიის მიხედვით. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. აბორტი, განსაკუთრებით ორსულობის მერე 5-8 თვეებში. პლაცენტის შეკავება. ენდომეტრიტის საშვილოსნოს ანთება. მასტიტი, ძუძუს ჯირკვლის ანთება. სახსრების ანთება, ართრიტი. ორქიტის სათესლე ჯირკვლის ანთება ხარებში. ეპიდიდიმიტი, დანამატის ანთება ხარებში. წონის კლება. სისუსტე. ცხვარი და თხარა. აბორტი ორსულობის ბოლო თვეებში. მკვდრად შობადობა. პლაცენტის შეკავება. ართრიტი. ორქიტი, ვერძებში და თხებში. ეპიდიდიმიტი, ვერძებში და თხებში. მასტიტი, ცხვრებსა და თხებში. ღორი. აბორტი ნებისმიერ სტადიაზე. მკვდრად შობადობა. უნაყოფობა. ართრიტი. სპონდილიტი, ხერხემლის ანთება. ორქიტი, კერატებში. ეპიდიდიმიტი, კერატებში. ძაღლი. აბორტი ორსულობის მერე 7-9 კვირებში. მკვდრად შობადობა. დისკოპონდილიტი, ხერხემლის დისკების ანთება. ორქიტი მამრძაღლებში. ეპიდიდიმიტი, მამრძაღლებში. ლიმფადენიტი, ლიმფური კვანძების გადიდება. უვეიტი, თვალის ანთება. დიაგნოსტიკა მოიცავს კლინიკურ გამოკვლევას და ლაბორატორიულ ტესტებს. კლინიკური გამოკვლევა, ანამნეზის შეკრება, სიმპტომების შეფასება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. სეროლოგიური ტესტები, ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ანტისხეულების გამოვლენა სისხლში. გამოიყენება შემდეგი ტესტები: ვარდების ბენგალის ტესტი. შემაკავშირებელი კომპლემენტის რეაქცია. ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, დნის გამოვლენა. ბაქტერიოლოგიური კვლევა, ბაქტერიის გამოყოფა და იდენტიფიცირება. მასალად გამოიყენება: აბორტირებული ნაყოფი. პლაცენტა. ძე. სისხლი. ქსოვილები, ლიმფური კვანძები, სათესლე ჯირკვლები. პათოლოგიური გამოკვლევა, აუტოპსია, დამახასიათებელი ცვლილებების აღმოჩენა შინაგან ორგანოებში. დაავადების მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. ბრუცელოზის მკურნალობა ცხოველებში რთულია და ხშირად არაეფექტური. ევროპის ქვეყნებში და ბევრ სხვაგან ბრუცელოზის დროს ცხოველების მკურნალობა, როგორც წესი, არ ტარდება ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მიზეზების გამო. დაავადებული ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას ან დაკვლას. თუ მკურნალობა მაინც გადაწყდა ვეტერინარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ანტიბიოტიკების გამოყენება. ტეტრაციკლინები, დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი. სტრეპტომიცინი.
რიფამპიცინი, ქინოლონები, ენროფლოქსაცინი. მკურნალობა ხანგრძლივია, რამდენიმე კვირა და საჭიროა კომბინირებული თერაპია. ანტიბიოტიკების გამოყენება ამცირებს სიმპტომებს, მაგრამ სრულ განკურნებას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს. შესაძლებელია რეციდივები. მნიშვნელოვანია, ანტიბიოტიკების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან ბაქტერიას შეიძლება განუვითარდეს რეზისტენტობა. პრეპარატის შერჩევა და დოზირება უნდა მოხდეს ვეტერინარის მიერ. დაავადების სამკურნალო მედიკამენტების და საშუალებების ჩამონათვალი. დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი, სტრეპტომიცინი, რიფამპიცინი, ენროფლოქსაცინი. ბრუცელოზის პრევენცია და კონტროლი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ვაქცინაცია. არსებობს ვაქცინები მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვისთვის, S19 ვაქცინა და ცხვრებისთვის R1 ვაქცინა. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების გავრცელებას, მაგრამ არ იძლევა სრულ დაცვას. ტესტირება და ამოღება, რეგულარული ტესტირება, სეროლოგიური ტესტები, დადებითი რეაქციის მქონე ცხოველების იდენტიფიცირებისა და ამოღებისთვის. კარანტინი, ახალი ცხოველების შემოყვანა კარანტინში და ტესტირება ბრუცელოზზე. ჰიგიენა და სანიტარია, მეურნეობაში სისუფთავის დაცვა, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. პერსონალური დაცვა, ვეტერინარებმა და ფერმის მუშაკებმა უნდა გამოიყენონ დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები და ნიღბები ცხოველებთან კონტაქტის დროს. პასტერიზაცია, რძის და რძის პროდუქტების პასტერიზაცია ადამიანებისთვის. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.